1 ივნის ქალაქ თელავის მერიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 2 ივნის თელავში მედია მეზრიშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხსოვნის საღამო გაიმართებოდა. მას შემდეგ, რაც ანონსით ჟურნალისტები დავინტერესდით, თელავის მერიამ ინფორმაცია წაშალა და ღონისძიების ორგანიზებასთან კავშირიც უარყო. 2 ივნის დილის 10 საათზე თელავის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მედია მეზრიშვილის მოსახსენიებელი წირვა-ლოცვა ჩატარდა, რასაც პანაშვიდი მოყვა. ტაძრის წინამძღვარის მამა რაჟდენის ინიციატივით 2 ივნისი თელავის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მედია მეზრიშვილის ხსოვნის დღედ დაწესდა. ხალბატონი მედია იყო ინიციატორი ამ ტაძრის წმინდა ნინოს ტაძრის აღშენების და ტრადიცია ეკლესიაში ყოველთვის არის განსაკუთრებით დიდი ღვაწლის მქონე ადამიანების, ვის ტაძარს თუ მონასტერს შეეწევა, მათ სახელზე ყოველთვის აღევლინება წირვა და პანაშვიდი. ჩვენ ვთქვით, რომ ამ დღეს აღარ უნდა არავისი რაღაც განსაკუთრებული ღონისძიებები, ვისაც ენდომება და ექნება სურვილი ხალბატონი მედიას პატივისცემია სიყვარულის გამოხატულების, მას ექნება ამის საშუალება 2 ივნის. მამამ გადაწყვიტა, რომ 2 ივნისი იყოს ხალბატონ მედიას ხსენების დღე. პანაშვიდზე მისულ სტუმრებს ორგანიზატორების შესახებ ვკითხეთ. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ქალაქის მერიამ და თელავის თემის მუნიციპალიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დღევანდელ ღონისძიებაში და ეს მალაც სასიამოვნო ყოფილიყო და ძალიან კარგია, რომ ხარში დაგვიდნენ და გაკეთდა ეს ყველაფერი, რაც დღეს კეთდება. ანუ გამგეობიდან დაგიბარეს თქვენ რომ მოგწევთ? კი. რაზე დაგიბარეს ახდებაო? მეზრიშვილის ღონისძიება თუ წირვა გვაქვს. მოგვიანებით ღონისძიება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში გაგრძელდა. ორგანიზატორების ძიებაში აღმოჩნდა, რომ ყველა გზა მაინც მერიისკენ მიდის. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო პირადად მე თელავის მერიას იმის გამო, რომ ახლებურად აზროვნებენ და ფიქრობენ. ორგანიზება აი ის დღეს რაც აქ ხდება, ამ ხელებს ორგანიზება მერიამ გააკეთა. თვითონ ორგანიზება ვინ გაუკეთა დღევანდელ საღამოს? ორგანიზება გაუკეთა ქალაქის მერიამ. მეუთხარი ბატონ პლატო შეიძლება რაღაც გარკვეული დარტყმა მიიღოთ თქვენ ამას. არა უშავსო, მე რა რომ მივიღოთ ეს დარტყმა, მაგრამ სამაგიეროდ ეს რომ აღინიშნება და თუ ვინმე ოპონენტი გამოჩნდება, ჩვენ გვექნება საშუალება რომ მის ღირსებებზე ვილაპარაკოთ. ჟურნალისტებთან ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ მედია მეზრიშვილის ღირსებებზე ვერ ისაუბრა, ხოლო მარტივ კითხვაზე იყო თუ არა მერია ღონისძიების ორგანიზატორი, პასუხი უბრალოდ არ აქვს. პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ იმაზე, რომ მე არ ვიყავი ხალბატონ მედიას თანამედროვე და მე არ შემიძლია რაიმე შეფასებები გავაკეთო. მოდით ასე ვთქვა, თითოეულ ადამიანს განსჯის ისტორია. ორგანიზების თვალსაზრისით და ტექნიკურ დეტალებზე მიმართეთ პრესსამსახურს და ყველაფერს მოგახსენებთ. თქვენც ხომ იყავით ჩართული? დღევანდელი ღონისძიება ეს იყო ასე ვთქვათ საზოგადოებრივი დაკვეთა. თეატრმა უსასყიდლოდ დაუთმო სივრცე დღევანდელ ღონისძიებას და ჩვენ როგორც მერიამ ასე ვთქვათ დღევანდელ ღონისძიებას უხდება ეს ყვავილების თაიგული მოვართვით მის ასე ვთქვათ სულს. სხვა ფინანსური მხარდაჭერა თქვენიდან არ ყოფილა ბუკლეტებზე იყო? არა, ეს იყო მოსაწვევები, რომლის დაბეჭდაში ჩვენ დავეხმარეთ ტექნიკური თვალსაზრისით. უარყოფის მიუხედავად მედია მეზრიშვილის მეგობრები ღონისძიების მსვლელობისას მერიისთვის მადლობას არ იშურებდნენ და მათი კიდევ ერთხელ მხარდაჭერის იმედით პლატონ კალმახელიძეს ამჯერად უკვე ახალი ინიციატივით მიმართეს. იდეა თელავში რომელიმე ობიექტისთვის მედია მეზრიშვილის სახელის მინიჭებასა და მისი ბიუსტის დადგმას ეხება. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩამოვიტანეთ ბატონო პლატონ წერილი ჩვენი გამგეობის გადაწყვეტილება, სადაც ასევე ვითხოვთ, რომ ქალაქ თელავში რომელიმე ობიექტს კიდევ ვიმეორებ, ან სკოლას, ან სკვერს, ან ქუჩას, რომელიმე მნიშვნელოვან რაღაც კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებას იქნებ დაერქვას, ხალბატონი მედიას სახელით დაერქვას, ეს საჭიროა. შემჩნევდება ასეთი თუ ისაღები კრამი არის ვერტოლოთ რომ კითხვაზე უნდა აღინიშნებოდეს თუ არა თელავში მედია მეზრიშვილის იუბილე და უნდა დაერქვას თუ არა მისი სახელი რომელიმე ქუჩას ან ობიექტს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თელავში მოქალაქეები გამოკითხა. არავითარ შემთხვევაში. თელავს არაფერი არ აქვს უსმართ ხალისგან.
მე მაგალითად წინააღმდეგი არა ვარ. აუცილებლად მედია მეზრიშვილის თელავის ცუდი არაფერი არ გაუკეთებია. პირიქით იყო თელავის პატრიოტი. მთელი თელავი მაგათ შეჭამდეს და მაგათ დაანგრიეს. შეჭამა მთელი თელავი. უჩარო იყოს იმისათვის, ისეთი დამსახურება ვერ გააკეთა, ეს ადვილი არ არის ქუჩასთან. აუცილებლად უნდა დაერქვას კიდეც ქუჩას მისი სახელი და აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმისი ყველაფერი წარმატებაცა და იუბილეც და ყველაფერი.